საერთაშორისო დღე. დიახ, გახლავთ. ეკამერიჯიბი საწავიდა და თუ არა ალექსანდროვის ბაღში. ესე მართალია რომ ალექსანდროვის ბაღში ხარ. დილან შვიდობის მოგესალმებით. გამარჯვებულების თემა ჩამოვარდა ზუსტად ეხლა და გამარჯვებულები სულ რაღაც ორ კვირაში გამოვლინდებიან დაახლოებით. ფოტომანი 2010 გახავს დღეს ჩვენი თემა და ფოტოკონკურსის მონაწილეები, რომლებიც დღეს შევკრიბეთ აი აქ ალექსანდროვის ეგრეთ წოდებულ ალექსანდროვის ბაღში. დილან შვიდობისა კიდევ ერთხელ მოდით ერთგვარი რეზიუმე გავაკეთოთ. მესამე ეტაპი არის უკვე დაწყებული, მესამე დავალება რომელიც არის ჭკვიანი ბრიყვი და იღბლიანი. ამ დავალებაში რა კიდევ არის მეოთხე ეტაპი, როგორც ვიცი. მეოთხე ეტაპი გახლავთ პაპარაცი, ეს რუსთავი ორის დილან შვიდობისა საქართველოს წამყვანებითი ცნობილი, იმიტომ რომ გასული ფოტომანის ობიექტივში ისინი მოხვდნენ. ასე რომ ფრთხილად იყავის თქვენს ფოტომანის ობიექტივში არ და მე მინდა გავაფრთხილო ქართული ბომონდი, რომ ძალიან მალე 13 პაპარაცი ინადირებს პაპარაცულ კადრზე და ფრთხილად იყვნენ. ასეთი ჩვენი გაფრთხილება რომ კეთილსინდისერად გამოვიდეთ. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ტიფლის ივენტი და ფოტოლაივ სტუდიო წარმოგიდგენთ ამ ფოტოკონკურსს. მათაც უდამატე რაიმე. მე მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა განსაკუთრებით ქართულ მედიას, განსაკუთრებით გაზეთ ვერსიას, რომელიც 3 წელია გვიდგას მხარში, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს, Prime Times, რა თქმა უნდა, რომელიც პრიზს ეწესებს, სპონსორებს, იმიტომ რომ ძალიან რთული აღმოჩნდა სპონსორების მოძიება, იმისთვის რომ ფოტოგრაფიას გაუწიოთ დიდ დახმარება, რომ ვიღაცამ შეიგნოს, რომ ეს არის ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი პროფესია, რომელიც ხელოვნება პირველ რიგში, რომელსაც შეუძლია გაალამაზოს ყოველდღიურობა. იმიტომ რომ ისევე როგორც მე იმედი მაქვს რომ გავალამაზეს დღევანდელი ჩვენი ეთერი და მე იმედი მაქვს რომ ჩვენს მაყურებელს აქვს ზუსტად ახლა საშუალება რომ ნახოს ის ფოტოები და ის ნამუშევრები, რომლებიც ჩვენ სწორედ დღეს სპეციალურად რუსთავი ორისთვის გადავიღეთ ეს ბლიც დავალება, თბილისური კოცნა და მე მინდა რომ ახლა მონაწილეებს მიცეთ საშუალება ყველამ თავის SMS ნომერი ჩამოთვალოს. დავიწყოთ აქედან. ჩემი SMS ნომერია 16 14 01 18 05 17 ნომერი. კარგი, ახლა მე ნომერია 2100, რომელსაც ეს ყველა ნომერი თქვენი რჩეულის უნდა გამოაგზავნოთ და მე მინდა თქვა რომ ბილანმა მოგცნა იმის საშუალება, რომ აბსოლუტურად ყველა კონკურსს ეს არის საკონკურსო ტური, ეს არის ბლის დავალება, გადავცეთ ტელეფონები და კარტები. ასევე ეხლა ცოცხალი შესრულება რუსთავი ორის მაყურებლებისთვის. დილან შვიდობისა მოგესალმებით, ღვონტების ოჯახი ამჯერად ჩვენი სტუმარი და ის რაც დააკლდა ჩვენს ეთერს, ზუსტად რომ არის სიმღერა და რა შეგვისრულებთ? შევასრულებთ სიმღერას სახელწოდებით იები. კი ბატონო, მაშინ გისმენთ. თუმცა მე აქვე მინდა გითხრათ ის რომ იები შეიძლება ვერ, მაგრამ აი ქალბატონი მარიკა დანელიას დახმარებით ჩვენ გვაქვს ეს არაჩვეულებრივი თაიგული, რომელიც მინდა რომ თქვენ გადმოგცეთ. დიდი მადლობა. იებს ნუ მიუტან ახალ შეყვარებულს იები ჩემია, ხო ასეა? კი ბატონო, მაშინ გის. დღე ვინაიდან კოცნის დღეს უკავშირდება ჩვენი შეხვედრა, ჩვენ შევთანხმდით ესე კარგ სიმღერას გიმღერეთ და ამ სიმღერის ფონზე კოცნეთ ერთმანეთს. კი ბატონო, კოცნეთ ერთმანეთს. მეგონა ღალაც ვერ გაპატიებდი, მაგრამ ვეღარ ძლევკენდა დაბრუნდი ხომ ხედავ ვეღარ ძლევ ლამაზი ფერი აფსიეს მე ნაბალადები მსურს გული გაჩვენო დაბრუნდი და გაპატიეს სხვას თუ შეიყვარება შემებრგულო ხორილოს და მასაც შემსავით უწოდება ფერიას იებს ნუ მიუდანა ხალ შეყარებულს იებს ნუ მიუდანა იები ჩემია უნდა დავემშვიდობოთ ეკამერიჯებს ამ უშენიერესი სიმღერის ფონზე, რომელიც ძალიან მიყვარს მე და სხვას ნუ მიუტანთ მართლაც იებს, იები ხომ მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის, ხო ასე? ნამდვილად იები, ვარდები და ყველა სხვა ყვავილებიც.